ავლაბარში მდებარე გურჯაანის ქუჩა განახლდება სარემონტო სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მზალ სამადაშვილმა და ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა დავით ავალიანმა დაათვალიერეს. გზის საფარის დაგებას ადგილობრივ მოსახლეობას ავლაბრის მაჟორიტარი დეპუტატი ზალ სამადაშვილი წინასაარჩევნოდ დაპირდა. პრობლემა აქაურებს უკვე 12 წელია აწუხებთ. სამადაშვილის თქმით 2200 კვადრატული მეტრის ასფალტი დაიგება, მოწესრიგდება ფეხით სავალი გზა და გაკეთდება ახალი ბორდიურები. Ემისა რომ გზის საფარი იცვლება მთელი ქუჩის გაყოლებაზე, ქუჩაზე გაჩნდა ტროტუარები. უნდა გითხრათ რომ ამ ქუჩას ტროტუარები არასოდეს არ ჰქონია. და ამავე დროს შეკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად არ გამოცვლა, მაგრამ იქ სადაც არსებობდა ავარიის საშიშროება, იქ გამოიცვალა. მიმდინარეობს ასფალტის გზის საფარის გამოცვლა, აქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო ასფალტის საფარი და მიმდინარეობს კაპიტალური სამუშაოები, ანუ ჯერ მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი შეკეთდა. დაწყებულია 3 კვირის წინ დაიწყო სამუშაოები მთლიანად და სადღაც 1 კვირაში, 2 კვირაში მაქსიმუმ დამთავრდება.